საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ახალი შენაძენი 1956-87 წლებში გადაღებული ქართული და მხატვრული დოკუმენტური ფილმების 82 აფიშა. კერძო კოლექციონერისგან შეძენილი უნიკალური მასალიდან უძველესი 1956 წელს სიკო დოლიძის მიერ გადაღებული ფილმის ეთერის სიმღერის აფიშაა. ეროვნულ არქივში ასევე დაცულია მხატვრული ფილმების ფოტონეგატივები, ლიტერატურული და სარეჟისორო სცენარები. უნიკალური აფიშები დღეს ეკა ადეიშვილმა დაათვალიერა. ქართული მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმების 82 აფიშა წლების განმავლობაში 4-ად დაკეცილი იყო და კერძო კოლექციონერის ხელში ინახებოდა. დღეს ეს მხატვრული და ინფორმაციული მასალა იუსტიციის ეროვნულ არქივში იშლება. 91 წელს უკვე ფილმი აღადგინეს და აღდგენილი ფილმის აფიშა გახლავთ კადრი არის ამოღებული თვითონ იმ ძველი ფილმიდან. შეძენილი მასალიდან ყველაზე ძველი სიკო დოლიძის ფილმის ეთერის სიმღერას აფიშაა. ახლა უკვე ეროვნული არქივის კუთვნილება 1956 წელს დაიბეჭდა. ამ დროიდან 1987 წლამდე გადაღებული ფილმების აფიშებს არქივში რესტავრაცია ჩაუტარდება. დაზიანებულია, მაგრამ ჩვენ აქ ლაბორატორია გვაქვს რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორია და მე შეგიძლიათ მოვჯანდეთ და ნახოთ როგორ აღვადგენთ ამ აფიშას. თითოეული აფიშა საჭიროებს რესტავრაციას და ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ ისინი ჩვენ საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი. ალავერდობა, განგაში, დიდი მწვანე ველი, დღე პირველი დღე უკანასკნელი ვედრება, კუკარაჩა, მებებია ილიკო და ილარიონი. ქართული მხატვრული კინოშედევრების აფიშებს ეროვნულ არქივში დაცული ფოტო მასალა ემატება. გამოსახულება სარეკლამო აფიშაზე კი ხშირ შემთხვევაში ამ ფოტოებს ემთხვევა. ეს აფიშები შეემატება იმ დიდ ახლახან შეძენილი 82 კინოაფიშა ეროვნული არქივის ხელოვნების და ლიტერატურის განყოფილებაში მოხვდება. რესტავრაციის შემდეგ კი ისეთ სახეს მიიღებს, როგორც ასეულობით სხვა ნიმუში. უკეთდება მას ძირი, დამცავი ძირი რომ არ დაზიანდეს და აი ეს დასამაგრებლები და ამ აფიშებს უკვე ვინახავთ არა დაკეცილი სახით როგორც ის შემოდის, არამედ უკვე არის აღდგენილი. ამავე განყოფილებაში ინფორმაციის შემცველ მხატვრულ აფიშებთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანი სარეჟისორო სცენარები, ფილმის დღიურები და მუსიკის პარტიტურები ინახება. ეს ყველაფერი ერთად კი ქართული ხელოვნების მეტრებს აერთიანებს. ბიზინა კვერნაძის, სულხან ასიძის, არჩილ კერესელიძის მიერ შესრულებული მუსიკის ნოტები. კოკა იგნატოვი, დავით ერისთავი, ასევე არის აფიშები თენგიზ მირზაშვილის მიერ შესრულებული და გაფორმებული. ნებისმიერი მასალა, რომელიც მფლობელს ფასეული გონია არქივის თანამშრომლებისთვისაც საინტერესო ხდება. შემოწმების, შეთანხმების და შეძენის შემდეგ კი ნიმუშები სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის.